ქართულ ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული კომპანია შემოდის. ნორვეგიული Norwegian თბილისსა და კოპენჰაგენს შორის კვირაში ორჯერ იფრენს. დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 27 ივნისიდან დაიწყება. სკანდინავიის ქვეყნები ზოგადად წარმოადგენენ ჩვენთვის სამიზნე ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მათთან იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ციფრი. ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა წარმატებული საავიაციო პოლიტიკის შედეგად ფასდება თბილისში. ეს ყველაფერი კი მალე მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კი ტურისტულ ნაკადებს გაზრდის. ფრენები ხელს შეუწყობს დაკავშირებული იყოს ჩვენი ორი ქვეყნის დედაქალაქი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გასამყარებლად. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კერძო სექტორს იმედს აძლევს, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოსვლა კიდევ უფრო გახშირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად ტურისტულ სექტორსაც განავითარებს. ნორვეგიული ავიახაზების პირდაპირი ფრენის მეშვეობით ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ იმ დამაჯერებლობას, რომ მოვიზიდოთ უფრო მაღალმხარჯველიანი ტურისტები, შევქმნათ მათ მარტივი კომფორტი, რომ პირდაპირი რეისებით მოხვდნენ სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, კონკრეტულად კი ჩამოვიდნენ თბილისში. ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს დანიასთან აქამდე მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.